მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა, ხვალ საღამოს 8 საათზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება სპორტ ფოტო 2016. მასთან დაკავშირებით ჩვენ სტუმართან ეკა ელუშვილთან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა ეკა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა რომ თქვენ დაინტერესდით ჩვენი პროექტით. პირველ რიგში ვისაუბროთ პროექტის ისტორიაზე, როგორ ჩამოყალიბდა, რა მიზნით ასე ვთქვათ და როგორ მოვიდა დღევანდელობამდე. სპორტ ფოტო აი ამ სახით, როგორც არის დღეს, ტარდება უკვე 3 წელია, წელს არის მესამე წელი, თუმცა აქვს გაცილებით ხანგრძლივი ისტორია, იმიტომ რომ ტარდებოდა სხვა ფორმატში. არსებობდა ესეთი ძალიან კარგი პროექტი, სათავგადასავლო ფილმების ფესტივალი ნიამორი, რომლის ფარგლებშიც ძირითადად მთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენები იმართებოდა ხოლმე. თუმცა შემდეგ წლების განმავლობაში ეს იდეა მომწიფდა, რომ გასაგებია მთა ძალიან კარგია და ალპინიზმი, მაგრამ რატომ არა სპორტის სხვა სახეობები, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს. ძალიან უყვართ ჩვენთან სპორტი. შესაბამისად, პირველად 3 წლის წინ გავაკეთეთ ეს პროექტი. მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი, თამარ ჯიშკარიანთან და თამარა ყულმბეგაშვილთან ერთად. პირველი გამოფენა გქონდა საკრებულოს ღია სივრცეში, სადაც მაინც და მაინც მრავლად არ იყო ფოტოები, მაგრამ დებიუტისთვის საკმაოდ კარგი იყო. შარშან საკმაოდ დიდი და ტევადი გამოფენა გქონდა დინამო არენას ერთ-ერთ სივრცეში, დიდ სივრცეში და აი წელს მოვედით მესამე გამოფენით და მესამე კატალოგით, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, გაიმართება ხვალ საღამოს 8 საათზე მომაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. თავარი იდეა რა იქნება პროექტის ასე მოკლედ რო ახსნათ, რა არის პროექტის თავარი იდეა? თავარი იდეა, როდესაც აღნიშნე უკვე რომ აი ეს სპორტ ფოტოს იდეა ყალიბდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს პროექტი, არის ის, რომ მოხდეს ქართველი სპორტული ფოტორეპორტიორების პოპულარიზაცია. იმიტომ რომ გულშემატკივრებმა ჩვენ მათ შორის იციან კადრები, ძალიან ცნობილი კადრები, ძალიან უყვართ ეს ფოტოები, ხშირად აზიარებენ და სამწუხაროდ არავინ არ იცის ვინ აღბეჭდა ეს, ვინ არის ამ ფოტოს, კონკრეტული ფოტოს ავტორი. ამიტომ ჩვენ ჩავდეთ ეს იდეა, რომ შეგვეკრიბა ამ ადამიანების წლის განმავლობაში საუკეთესო ნამუშევრები და იცოდეს გულშემატკივარმა, ვინ დგას ამა თუ იმ კადრის უკან, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, ფოტოგრაფებს, ისე ტელეოპერატორებს არავინ არასდროს არ იცნობს. დაუფასებელი პროფესია. კი, საკმაოდ დაუფასებელი პროფესია, მით უმეტეს კარგ კადრზე ნადირობა, ასე ვთქვათ, ფოტოგრაფიაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმაც კარგად იცის რა შრომატევადი სამუშაოა. შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი პროექტი. წელს მინდა თქვა, რომ საკმაო რაოდენობა ავტორების, ხან გვაყლდებიან, ხან გვემატებიან, იმიტომ რომ სპორტი მოგეხსენება ძალიან ვიწრო სფეროა, რაღაცნაირი ჩაკეტილი წრესავით არის. სულ ერთ და იგივე ადამიანები ტრიალებთ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ვიღაც რომ მიდის, ვთქვათ, სპორტული იგივე ფოტო ჟურნალისტიკიდან, ესეთი დანაკლისია ხოლმე სხვა სფეროში რომ გადადის სამუშაოდ. რა თქმა უნდა, ახსენე რომ 2 უკვე გაიმართა ამ ფორმატით, ანუ სპორტ ფოტოს ფორმატით. წლევანდელი რითი განსხვავდება წინა 2 ღონისძიებისგან? დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი უპირველესად განსხვავდება იმით, რომ 2006 წელს იყო რიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც არის სპორტული ზეიმი, ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყველა ჟურნალისტები, გულშემატკივრები ყველა ელოდება ამ მოვლენას. ჩვენთვის და ჩვენი პროექტისთვის იმით არის განსაკუთრებული, რომ მგონი პირველად ისტორიაში ქართულ დელეგაციას ახლდა 2 პროფესიონალი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, თამარ ყულმბეგაშვილი და გლაშა კუპრაშვილი, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში იცხოვრეს რიოში, არა მხოლოდ რიოში, დარბაზებში იცხოვრეს და მოედნებზე, რასაც ქვია და ჩამოიტანეს ძალიან მაგარი მასალა. ჯერ იქიდანვე აზიარებდნენ ამ ყველაფერს სოციალური ქსელებით და სხვა ვებგვერდების მეშვეობით და წლევანდელ კატალოგში, რა თქმა უნდა, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ოლიმპიადის თემა ცალკე ნაწილად და ასევე კატალოგში გამოვყავით ჩვენ ცალკე თემად რიო 2016. თუმცა ბევრი ფოტო ვერ შევიდა, რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერს ვერ დაიტევდა, მაგრამ შევეცადეთ, რომ რეპორტაჟინგის პრინციპით აგვერჩია ფოტოები, რომ გულშემატკივრას შეექმნა შთაბეჭდილება, რა ხდებოდა და როგორ დაინახა ამ ორმა ქართულმა ფოტოგრაფმა რიო 2016. ნუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, ვიდრე თუნდაც შარშან იყო, ვინაიდან ასეთი მასალა არის, თუნდაც რიოდან მარტო ჩამოტანილი. კი, რა თქმა უნდა. ისედაც ამ ბოლო დროს, თქვათ, ჩვენი ქალაქი არა მხოლოდ თბილისი, საქართველოს ზოგადად ძალიან ბევრი საერთაშორისო მატჩის თუ ტურნირის მასპინძელია, შესაბამისად
სპორტში მოღვაწე ქართულ ფოტოგრაფებს აქვს საშუალება, რომ ძალიან კარგი მასალა დააგროვონ წლის განმავლობაში და ნამდვილად ასეც არის. აი ჟანრობრივად სახეობების მიხედვით წლევანდელი გამოფენა იქნება ძალიან დიდარი და მრავალფეროვანი, იმიტომ რომ მოიცავით სპორტის თითქმის ყველა სახეობა. რასაც უმასპინძლა საქართველომ და თბილისმა და რაც გადაიღეს ჩვენმა ქართველმა ფოტოგრაფებმა საზღვრებს გარეთ. მაგალითად თამარ ყულუმბეგაშვილი იყო ბარსელონაში, სადაც იყო ტოპ 14-ის ფინალს დაესწრო და თვითონ აღნიშნავს, როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო ოლიმპიადასთან ერთად, ეს იყო მისთვის აი წლის ყველაზე დიდი ემოცია. თვითონ შერჩევის პროცესი, ფოტოების, ანუ საგამოფენო ფოტოების არჩევის პროცესი როგორ მიმდინარეობს და რამდენად რთული პროცესია და წარმომიდგენია ალბათ სხვა მასალიდან ხდება ამ ფოტოების არჩევა. ხო, კი, გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია, როცა შემოდის ამდენი ფოტო. ჩვენ ახლა სამივეს ფოტოგრაფები ვართ, ვინც თქვა ამ პროექტის ვაკეთებთ და ვინც ცუდი სიტყვა, მაგრამ ცხრილავს ამ ფოტოებს თავიდან. მაგრამ შემდეგ მაინც ყველაფერი შედარებითია. ძალიან ხანგრძლივია შერჩევის პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გული გვწყდება, რომ ვაიმე ესეც თუ ესეც. და საბოლოო ჯამში მაინც მე ვფიქრობ ხდება ისეთი ფოტოების შერჩევა, რომელიც არის მაქსიმალურად ხარისხიანი, იმიტომ რომ რაოდენობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი პროექტის მთავარი მიზანიც ის არის, რომ წლიდან წლამდე ავწიოთ ხარისხი და წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს, სხვანაირად აზრი არ ექნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ წელსაც შევარჩიეთ მრავალფეროვანი ფოტოები. ჟანრობრივადაც ეს უკვე აღნიშნე, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ვფიქრობ, რომ არჩევანში არ შევცდი და ხვალ გავიგებთ ამას, როცა დამთვალიერებელი მოვაკი და პირველად ნახავს ამ ფოტოებს. უკვე ახსენე, რომ ეს რაღაც სპორტული ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით ფოტოგრაფია, შაკეტილი წრი არის, ყველა ერთმანეთს იცნობს. მიუხედავად ამისა, წელს ახალი სახეები თუ გამოჩნდებიან წლევანდელ სპორტ ფოტოზე, რომლებიც ფოტოები თქვა წინა წლებში არ გვინახავს ჩვენ. ამით წელს ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ვამაყობ და ყველგან ვამბობ ხოლმე, რაც უფრო მეტი ახალი სახე გამოჩნდება, ჩემთვის უფრო სასიხარულოა. სპორტ ფოტოს ყავს წელს დებიუტანტები, საკმაოდ საინტერესო ხედვის ფოტოგრაფები. აი მაგალითად ჩვენ ზურგს უკან რომელი ფოტოც არის ახლა ეს საკალათბურთო ფოტო, არის ირაკლი ყემალაძის, რომელიც არის რუსთავიორის ვებგვერდის ფოტოგრაფი. მასთან ერთად არიან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფოტოგრაფი და რაც ყველაზე სასიამოვნოა არის ძალიან ისეთი ახალი და ახალგაზრდა სახეები. მაგალითად გიორგი არჯევანიძე და მართა ბუკუჩავა შემიძლია ვთქვა, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა გიორგი ლოკომოტივის საფეხბურთო კლუბის ფოტოგრაფია და მართა ძალიან საინტერესო მიმართულებით სპეციალიზდება კონკურსი იღებს და წლევანდელ კატალოგში სწორედ კონკურსის ფოტოები იქნება. შენი როგორც ფოტოგრაფის და ორგანიზატორის აზრი არის საინტერესო, წლიდან წლამდე როგორ იზრდებიან ფოტოგრაფები და ვითარდება თუ არა, ანუ მოდის თუ არა უკეთესი და უკეთესი ფოტოები, ასე ვთქვათ, ღონისძიებიდან ღონისძიებამდე. საინტერესო ხედვის ფოტოგრაფები არიან, რა თქმა უნდა, ეს სუბიექტურია, მე შეიძლება რაღაც მომწონდეს, შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, მე ლაპარაკობდი ხარისხზე. ამისთვის აუცილებელია, რომ იყოს აუცილებლად პირობები, გქონდეთ ამ ადამიანებს მუშაობის ისეთ საშუალება კარგი ტექნიკით. კარგი ტექნიკური საშუალებების გარეშე ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ უბრალოდ შეუძლებელია მუშაობა და ჩვენ გვაქვს იდეა, სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ იდეა გვაქვს და არასაკმარისი ფინანსები, იმიტომ რომ სპორტ ფოტოც მერიის დახმარებით კეთდება, 3 წელია, ანუ მერიასთან ერთად ფინანსური დახმარებით ხორციელდება ეს პროექტი. ძალიან გვინდა, რომ ქართველი ფოტორეპორტიორებისთვის, სპორტული ფოტორეპორტიორებისთვის გავაკეთოთ ან მასტერკლასი, ან ტრეინინგი, ან სემინარი, სადაც, თქვათ, გამოცდილი კოლეგები, ან უცხოელები, ან ადგილობრივი გამოცდილი კადრები გაუზიარებენ იგივე ახალგაზრდებს თავიანთ გამოცდილებას, იმიტომ რომ ყოველდღიურად რაღაც ელვისის სწრაფით მიფრინავს წინ ფოტოგრაფია და როცა ვადარებ ხოლმე ხან უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რა თქმა უნდა, ტექნიკური საშუალებების შედარებაც არ შეიძლება. ბევრად უკეთესია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. როცა ვადარებთ, ხვდებით, რომ ძალიან წინ არის ეს ყველაფერი წასული და ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს ნაბიჯი მაინც ავუწყოთ. თუ არ გაუთანაბრდებით რაღაცნაირად, მათ მხარდამხარ ვიაროთ, იმიტომ რომ არანაკლებად კარგი და საინტერესო ხედვის ფოტორეპორტიორები ყავს. მათ ეს დაამტკიცეს ძალიან ბევრჯერ, ძალიან კარგი ფოტოებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპორტ ფოტოს გამოფენას და კატალოგს რამენაირად მოვნახოთ საშუალება ფინანსური იმის, რომ მივაბად საგანმანათლებლო პროექტი.
არის ძალიან ბევრი ფოტოგრაფი საქართველოში, რომელსაც სპორტზე არ უმუშავია. აი რა სპეციფიკა აქვს სპორტზე მუშაობას? ცოტა ალბათ სხვანაირი ხედვა უნდა და რა თქმა უნდა ის სახეობაც უნდა გიყვარდეს, რომელზეც მუშაობ დიდი ალბათ. დასაკვირველია, უნდა გიყვარდეს, უნდა იცოდე. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, იყო საფეხბურთო მატჩის დროს, მოვიდა ადამიანი, რომელიც პირველად იყო გადაღებაზე, გავიცანით, გამოველაპარაკეთ, ასე შემდეგ და თამაშის მერე ძალიან გაბრაზებულმა თქვა, რომ რა ყოფილაო ესო, ერთ კადრში არ მაქვს ბურთიო. საერთოდ არ ვერ დავიჭირე ბურთი კადრშიო. რომ უნდა გიყვარდეს ერთია, მაგრამ თავარია ცოდნა. მაგალითად, ჩვენს უცხოელ კოლეგებს აქვთ იმის ფუნება, რომ ისინი სპეციალიზებულები იყვნენ კონკრეტულ სახეობებზე. მაგალითად, ჩემი კოლეგები უცხოელები, მეგობრები, ერთი არის, რომელიც მუშაობს მხოლოდ რაგბზე, მხოლოდ რაგბს იღებს, მხოლოდ წყალბურთს იღებს ერთი. სამწუხაროდ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენ ვიღებთ ყველაფერს, ამიტომ მეტნაკლებად გვიწევს, რომ ყველაფერში ვიყოთ გათვითცნობიერებულები. მაგრამ განმეორდები, უპირველესად ეს უნდა იყოს სპორტის კონკრეტული სახეობის კარგად ცოდნა, მაგალითად, როცა აწვდის კუთხურს ფეხბურთელი, ფეხბურთელისგან არ უნდა მიმართო ობიექტივს ბურთს უტყავს, არამედ იქ, სადაც შეიძლება განვითარდეს უფრო საინტერესო მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა ეკა სტუმრობისათვის, წარმატებებს გისურვებთ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით გესტუმრებით ხვალ და ვიხილავ ფოტოებს. დიდი მადლობა. აკვანდის.